ჩვენ ვენახს უკვე დასრულებულ, დამწიფებულ ნაყოფს ვაზღვევთ თუ შემიძლია რომ დავაზღვიო ნერგი ან ყვავილობის ეტაპზე თუ ეს როგორ არის უფრო პრაქტიკულად კარგად რო გვესმედოს რა ეტაპზე შემიძლია მე რომ დაზღვევა მოვიდე რეალურად დაზღვევა არ იქნება ხელმისაწვდომი თავისი ღირებულებით გვინდა არ გვინდა ნებისმიერ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისებს შეიძენს ისეთი ხალხი, ისეთი ადამიანები, ისეთი ფერმერები, რომელიც რისკის წინ განან ძალიან ჭარბი და მომატებული დოზით. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ გვექნება ის პორტფელი, რომელიც შეგვიძლია უდიდესი ალბათობით ყოველთვის იქნება ძალიან მძიმე სატარებლად და ზოგადად ვენახის შეფასება როგორ ხდება? როგორ განისაზღვრება სადაზღვევო თანხა? აგრომიმართულებებს, კლიმატურ რისკებს ახასიათებთ კატასტროფული ბუნება, სისტემური ბუნება, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად თუ მანქანების შემთხვევაში, დაზღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს 100, 1000, 500 ან 10 მანქანა აქ შესაძლებელია ერთ ხდომილებაზე, რისკის ერთ დადგომაზე, მაგალითად ერთ სიტყვაზე დაზიანდეს თლიანი პორტფელის შემავალი ობიექტების 90%, 99%-იც კი. ფერმერს შეუძლია თვითონ მოითხოვოს პირობებში რაღაც ცვალებადობა, ანუ რაღაც რისკებისგან დაზღვევა მოითხოვოს კონკრეტულად, რაც ვთქვათ, სუბსიდირების შემთხვევაში არის სტანდარტულად განსაზღვრული.